მამა დაგულოცეთ. მადინდა ზალობა დაგუცოთ მეთქმა. მამა, აი რატო ხდება ხოლმე საქართველოში ამდენი დაშორება ხოლმე? ამდენი აი მაგალითად ადამიანი რო ცოლად რომ ეყვებოდა სიტყვაზე მაშინ რო კაი იყო, დღეს შეიძლება მტერი იყოს მისთვის და ცუდს ამბობდეს მასზე. რასთან გვაქვს საქმე და ვის ვახარებთ ამ დროს? ისე ყურას უჩევს, სანამ დავეჭახდებიან. აი თმენს დაელაპარაკო, აი რა აზისა და უშოთ მამაკაცი როგორ უნდა იყოს ცოლი. ცოლმა კიდე ესე იგი თქვას ის როგორ უნდა იყოს ქმარი. იმიტომ რომ დავეჭახების შემდეგ ახლა 99 წინა აღსარებას ვღებულო, მე ვიყვა რომ ცოლი არას თუმად მოყარე ეს და არ მოწონს მეუღლეს. ეს ცოლი მეუღლე თხოვლობს, რომ ამანაც ესე იგი ბავშვებს დიდი ხანი დაუთმოს, რომ მარტო მაგიხვარა და უშოთ მშობელი, რომ თევშები გარეცხოს და ამიტომ სანამ დავეჭახდები თუ მოწუნები ვართ, უნდა ვიცოდეთ მოვალეობა კაცის, მოვალეობა ხალის. რა წერია სახარებაში, ჩვენს ვიცერთ. მოვალეობა რა კაცის, რომ საკუთარ ცოლს უმდეს როგორც საკუთარ სხეულს. ხალის მოვალეობა რა არის, უსმენდეს ქმარსა და რამდენი ცოლია რომ უნდა მის კაპიზებზე იაროს ქმარმა და ამიტომ სანამ დავეჭახდებით, მანამდე გაარკვიეთ. შენ თუ მამაკაცი ხარ და გინდა რომ ქრისტიანული ოჯახი ყავდეს, ცოლს უნდა უთხრა რომ უნდა იყოს მოჩილებაში. იმიტომ მანამდე უნდა შეთანხმდე რომ მე იყოს გაუგებრობა. მაგრამ თუ ისეთი უკვე დაოჯახებულები ხართ, მარტო ერთ შემთხვევაში შეგიძლია შენ დაშორდე ცოლს ან ცოლი ქმარსა თუ გიღალ და სხვა შემთხვევაში თუ ის თუმად მოყარი არა, თუ ის ესე ეჭვიანობს, იმას ქვია ჯვარი და დაითმინო. თორე პასუხი მოგეთხოვება რომ ჯვარს გაეკეცი. განა ადვილი იყო უფლისთვის ჯვარს მაკუთხება, ლანძა, გინება, წამის გადატანა. ასევე შენთვის წამება შენი ზოგისთვის ცოლი, ზოგისთვის ქმარი, არა საღარიბის მიხედვით უნდა დაითმინო. ამ დათმენაში გეხმარება ლოცვა, მარხვა და აღსარებას იერების საიდუმლოება. ღვთის მადლი. შეიყვარეთ ლოცვა და შეიყვარე შენი მეუღლე, როგორიც არის ისეთი. მეცხოვეს სიყვარულის ნიჭი. მამა, აი პრეტენზიები აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ. აი როგორ უნდა აი გამოვთქვათ, აი როგორ უნდა უთხრათ ერთმანეთს, როცა რაღაცა თვითონ მოვალეობები არ ესმის. ახლა აი ამ კინოები აი დიდი ზეგავლენ აქვს. ახლა ჩემ დროს გადიოდა მშენებლობაზე ფილმები და მშენებელი ინჟინერი გამოვიდოდა. რა უნდა ისწავლოს ახლა სერიალებისგან 30 წელი ესეთ სერიალები გადის. რა ვიცი ახლა რა უნდა ისწავლოს ან კაცმა ან ქალმა და ამიტომ ეს მოვალეობები არ იცის ქალმა თავისი და მე კაცი უკმაყოფილება ქალით. მაგრამ ზოგი კაციც ახლა 20 ქალი კი არა დამნაშავე. ზოგი წამაზია დამოკიდებული, ზოგი ლოთობს. ეს სასმელი კურთხეულია, ახარებს გულსა კაცისა, მაგრამ ზოგი შეიძლება ხელით ეხებოდეს საშინელება. მაგრამ როგორც თქვი ისე, ზოგჯერ ქმარია საშინელება, ზოგჯერ ცოლია ჯვარი. მაგრამ სახარების მიხედვით უნდა დაითმინო, უნდა ილოცო მისთვის და ლოცვით შეანოღავს მაგალითი რომ აი წმინდანო მეფემერიანი მოაქცია იუსტინამ თავისი შვილი გაყვნილი იყო, მართლმადიდებლიც იყო და წმინდანი იყიდება ნეტარი აგვისტინეს წიგნები და შევიყვაროთ არ გისმენს ჩვენი მეუღლე. შევიყვაროთ ლოცვა, მეთან საუბარი, შვილი იქნება თუ ქმარი იქნება, თუ ილოცებ მეტი შეცვლის. მამა, აი რამდენად აუცილებელია რომ ოჯახს ყავდეს ერთი მოძღვარი. აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ყველა თავისებურად მართალია თავის მოძღვართან და მე შეიძლება კონფლიქტს იწვევდეს ეს. ხო, ახლა ზოგჯერ რო უსმენ ერთს ის არის მართალი, მაგრამ მეორე რომ მოდის მე ირკვევა რომ აყოფილა ასე და ამიტომ ჯობია ერთი მოძღვარი ყავდეს ცოლ ქმარს, რომ მე გაუგებრობის გამო არ დაშორდნენ ერთმანეთსა. იმიტომ ზოგჯერ კაცს გონია მართალი და ამიტომ სინამდვილეში მართალი არა. ზოგს ქალს გონია რომ მართალია, მაგრამ ამიტომ სინამდვილეში მართალი არა. ზოგჯერ მართალს შეიძლება როგორც თქვი ისე აშავებდეს. ზოგჯერ ქალი, ზოგჯერ კაცი, მაგრამ სიყვარული რა არის? და მიუტევოთ ერთმანეთს და შევიყვაროთ ისეთი როგორიც არის. ამაში გეხმარება ღვთის მადლი და მადლი კიდე გამოდის ლოცვით, ამიტომ შევიყვარეთ ლოცვა. დაგოცოთ მეთქმა. მადლობა.